მოგესალმებით ყველას პროსოფტიკეში. მე ვარ ლესლი და დღეს კიდევ ერთ თავგადასავალს წაიყვანთ. ამჟამად საფრანგეთის ტყეებში მივდივართ დისნეის სასახლისკენ. ეს ადგილი აშენდა მე-18 საუკუნეში და უკვე დიდი ხანია მიტოვებულია. იქ მისასვლელი გზა ნამდვილი თავგადასავალია. დღეში უნდა გავიკვლიოთ გზა და ვფიქრობ რამდენიმე კილომეტრი გვიწევს გავვა, ასე რომ ალბათ 20 წუთი დავჩვიდება სასახლემდე მისასვლელად. ეს საკმაოდ გიჟურია. ციხეები ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიტოვებული ადგილია მოსანახულებლად, რადგან ისინი ძველი დროის ნამდვილ ისტორიას ინახავენ. ეს დღე საკმაოდ რთულია გასავლელად. იეროვანი წინ მიდის ჩართული ტელეფონით და უურებს საით უნდა წავიდეთ. კარგი, ძალიან ღრმად შევდივარ დღეში. ამერთო ჩემო. ციხესთან იქ. ის მთის წვერზეა. Grazie. You okay? ეს არის ის. მოიხედეთ ამ მიტოვებულ ციხეს, ყველანი ოხმერთო. ვერთო ეს არ არის საოცარი. ეს ნამდვილად არის. საშუალო საუკუნეების ციხე. მართლა ძალიან ახთაონებული ვარ რომ ამ ვიდეოს ვიღებ. და ვნახო რა დარჩა იქ. ისტორიული მიტოვებული საგანძურების დოკუმენტირება სუსტი გულის ადამიანებისთვის არ არის. ამ კონკრეტულ ადგილამდე მისასვლელად საფრანგეთის მხარეს სქელ ტყეში მოგზაურობა მოგვიწია. მრავალსაათიანი მოგზაურობა რთულად გასავლელ რელიეფზე. ამასთან ერთად ტყის რომელ ნაწილში ვიმყოფებოდით, ამის გარკვევაც შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერმა ეს ძალიან რთულ ამოცანა დაქცია. ბოლოს და ბოლოს ტყიდან გამოვედით და დავხვდა დაკარგული სილამაზის პირველი ხედი, სხაპროლივით სასახლე, რომელიც მდიდარი ფრანგი ოჯახისათვის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშენდა. ამ ოჯახს დოვის არისტოკრატულ სპორტში ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა და ეს ადგილი სწორედ ამ სპორტს მიუძღვნეს. ბოლო საუკუნეში სასახლის ტერიტორიაზე მრავალი პრესტიჟული დოვის შეჯიბრი გაიმართა, მაგრამ ყველა დიდ ამბავს აქვს დასასრული. ოჯახი ფინანსურ სირთულეებში აღმოჩნდა და სასახლის გაყიდვა მოუწიათ. როდესაც სასახლე გაიყიდა, მან ახალი სიცოცხლე შეიძინა და პრესტიჟულ სასტუმროდ გადაიქცა. ეს ასე 2003 წლამდე, როცა უცნობი მიზეზის გამო ყველაფერი მიატოვეს და აღარავინ ზრუნავდა ამ ისტორიულ სილამაზზე. ეხლა თითქმის 2000 წლეულის შემდეგ სასახლე კვლავ მიტოვებულ მდგომარეობაშია და ნელ-ნელა კრემა. დღევანდელი ჩვენი მოგზაურობა მიგვიყვანს ამ ოდესღაც ჯადოსნური ადგილის კედლებს შიგნით და გაჩვენებთ მის დავიწყებულ ნაშთებს. მეგობრებო, შევედი ამ ადგილას და უნდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მიტოვებული სასახლეა, რაც კი ოდესმე აღმომიჩენია მოგზაურობისას. ურალოდ შეხედეთ ამ დერეფანს და ჭერზე ჩამოკიდებულ ჯახს. ეხლა ცოტას მოგიყვებით ამ ადგილის ისტორიას. აქ ცხოვრები ადამიანები ძალიან მდიდარი დოვის მონაწილეები და ცხენის მომშენებლები იყვნენ და გადაწყვიტეს 1928 წელს აეშენებინათ ეს უზარმაზარი შუა საუკუნეების სტილის სასახლე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. და ისინი მართლა არაფერს იშურებდნენ. არანაირ ხარჯს არ იშურებდნენ აქ არსებული ნივთებისთვის და არქიტექტურისთვის. შეხედეთ ამ მიხვეულ-მოხვეულ მარმარილოს კიბეს, რომელიც ადის ზედა სართულზე.
და შემდეგ, ეს ჭარი, რომელიც აქ შუაშია, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია. არა, ეს უდავოდ. ყველაზე საყვარელია, რაც კიდევ მინახავს. ფიქრობ, მასე სპილენძის დაფარვა, ნამდვილად მთლიან სპილენძისგან არის დამზადებული, თორემ თავისი სიმძიმით ჭერიდან მთლიანად ჩამოვარდებოდა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, რა შედევრია. დღეს მე წაგიყვანთ ამ ადგილას, გაჩვენებთ ოთახებს, რომლებიც მიტოვებულია და ავეჯს, რომელიც ჯერ კიდევ შიგნითაა და ვეცდებით კიდევ უფრო მეტი ისტორია გავიგოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, რადგან ისინი ნამდვილად ძალიან საინტერესო ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. პირველ რიგში აქ დერეფანში გვაქვს ეს ხის ნაკვეთი, უჯრა კარადა. ნახოთ, არის თუ არა რამე შიგნით. კარგი, იმედი მაქვს, რომ მთელი ადგილი ცარიელი არ იქნება. შეხედეთ ამ ნაკვეთებს ხოლმე და ობობების ქსელები უკვე იპყრობენ მას. ინწლების მიტოვების შემდეგ. სინამდვილეში არ მithkoms, როდის მიატოვეს ეს ადგილი, მაგრამ 2003 წელს ოჯახმა ეს ადგილი უმიზეზოდ დატოვა. აღარ უვლიან მას. საცურაო აუზი მწვანეა, უკანა და წინა ეზო მთლიანად გადაზრდილია და არავის აინტერესებს ეს უბადლო მიტოვებული სასახლე. და ეს, როგორც ჩანს, სარდაფში მიმავალი კარია, რომელიც ბოლტებით არის ჩაკეტილი. ეს იქნებოდა შესასვლელი ჰოლი, მთავარი კარი, საიდანაც ხალხი სასახლეს შემოდიოდა, მათ მიესალმებოდნენ, შესთავაზებდნენ სასმელს, შეიძლება დასვამდნენ კიდეც ამ სკამებზე. ეს გაერთიანებული სკამები ძალიან პორტუგალიურია. ყოველთვის პორტუგალიაში ნახავთ ასეთებს. თითქოს ორი ცალკე საზურბია სკამზე და შემდეგ ერთ სკამად, ანუ სკამად არის გადაკეთებული. ეს ძალიან უნიკალური დიზაინია და დიახ, მხოლოდ პორტუგალიაში მინახავს. ეს რეალურად ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა საფრანგეთს შევხვდი ასეთ სკამს. და ოთახის ამ მხარეს გვაქვს ეს ოქროთი დაფარული უჯრა, რომელიც სამწუხაროდ სრულიად ცარიელია. ეს შესანიშნავი ავეჯის ნაჭერია, ალბათ ძალიან ძვირად ხირებული. კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ ოთახს, უბრალოდ მინდა ვიჩვენოთ. ჭაღი და კიბე, რომელიც აქ არის. უბრალოდ დათქმით ამ სილამაზით და ჭერის სიმაღლე ალბათ მინიმუმ 9 ან 10 მეტრია. ეხლა კი ყველამ ყურადღება მიაქციეთ, რადგან ნახავთ ოთახს ციხე-სიმაგრეში, როგორც აქამდე არასდროს გინახავთ. მოდით გაჩვენებთ ამ უბადლო ადგილის მისაღებ ოთახს. აქ იკრიბებოდა ოჯახი საღამოობით. ერთობოდნენ, საუბრობდნენ, სვამდნენ და ერთად სასიამოვნო დროს ატარებდნენ. რაღაც უცნაური მიზეზის გამო. მისაღები ოთახის ბოლოში ანტიკვარიატების გროვა ერთმანეთზე დაწყობილი. ქვემოთ სარკეა, შიგნით კი იარაღის ფარი დევს კიდეც. მოჩქურთმებული, არ ვიცი რატო დააწეს აქ ეჯები, ალბათ დაიწყეს გაცმენდა ან რაღაცა მსგავსი და მერე უბრალოდ შეწვიდეს. რეჟისორის სკამი. ასევე ეგვიპტელი ფარაონის სკამსონის სკამსაც დავარქმნოდი. ძალიან საინტერესო ავეჯის ნიმუში. უბრალოდ გადახედეთ ამ ოთახს. მომხიბლელი. კედლებზე თუნდაც შპალები ძალიან ზუსტადაა დიზაინირებული. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მასზე გამოსახულია ვაზები, გერბები და ჭერის კარნიზი. საოცავია. აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ჭერიც და დეტალურად აჩვენოთ. ეს ჭარი. მას იგივე სტილი აქვს, როგორც დერეფანს. ვაუ, კარგი. აქ გვაქვს პატარა ვიტრინა, რომელიც როგორც ჩანს დაკეტილია და შიგნით განთავსებულია ცნობილი ლიტერატურის საერთაშორისო ბიბლიოთეკის წიგნები. ეს ქვედა წიგნები ძალიან ძველად ჩანს. დიდი ხანი არ გამოუყენებიათ. სამწუხაროდ ისევ ცარიელია. ვაუ. აქ ყველა ავეჯი, თითოეული ნივთი ძალიან უნიკალურია და ეს რაღაცა სკიურს გავს. შეგიძლიათ ნახოთ აქ დაფარული მეტალი, აქვს საკეტი რომ ჩაგედოთ.
ეს ალბათ ის ადგილია, სადაც ძვირფას ნივთებს ინახავდით. და შემდეგ ოთახის ამ მხარეს გვაქვს როიალი. მისი ბრენდია ჯონი. Broadway და Sons ეს რაც ამერიკულ ან ინგლისურ ფორტეპიანოს გავს. ჯერ კიდევ უკრავს. ბოდიში, აქ ლონდონია დაწერილი. ხო. ალბათ ნახე და იფიქრე, ღმერთო ჩემო, ლესლი, ეს არ დაგინახავს? პიანინოს სკამი პირდაპირ შემიძლია წარმოვიდგინე, როგორც ხედან აქ ხალხი საღამოს და უკრავენ პიანინოზე. მოჩანს, ჯერ კიდევ ძალიან კარგად არის აწყობილი. ვაუ. და აქ შუაში გვაქვს დიდი ბუხარი, რომელიც პირდაპირ გაანათებდა ამ ოთახს და ამ ოთახს ატმოსფეროსა და ხასიათს შესცენდა. იქ პატარა ჭერის ლამპარი არის. და აქ ჯერ კიდევ დარჩენილია ბოლო ნაცალი, რომელიც 20 წლის წინ, როცა ბუხარი აანთეს, მაშინ დარჩა. ვაუ, ეს გერბები და იატაკის ფილები. ისინი გასცემენ. ხო, მე ვიტყოდი, რომ ეს ჩვეულებრივ ოჯახური ინიციალებია, მაგრამ ამ გერბს ბევრ მიტოვებულ სასახლეში ხედავ, ასე რომ ეს ნამდვილად არ არის ოჯახური გერბი. აქ კიდევ ერთი კარია. ეს კარები, როგორც ჩანს, სრულიად ჩაკეტილია. სამწუხაროდ. კარგი. მაგიდა სული. და შემდეგ ოთახის შუაში გვაქვს დასაჯდომის სივრცე, სადაც ხალხს ერთად შეუძლია დაჯდომა. შეგიძლიათ სასიამოვნო დალიოთ ხავა. ვაუ, რა ოთახია. კიდევ ერთი რამ მინდა აღნიშნო. ამ ოთახში არის ეს ორი სკამი, რომლებიც ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია. ისინი საკმაოდ გრძელ სკამებს გავს, ასე რომ შეიძლება ჩასელონგი გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩასელონგი არ არის, ეს სრულიად განსხვავებული ტიპის სკამია, რომელშიც პირდაპირ შეგიძლიათ დაწვეთ. მომეცით, ცადო, ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი დასასვენებელი სკამია, ხალხო მე. მიყვარს ეს სკამი. კარგი ხალხო, ეხლა ისევ დერეფანში ვართ, მიიყვანთ ამ მხარეს, რადგან ეს ოთახი ჯერ არ გიჩვენებიათ. შევიდეთ აქ. კარგი, ზუსტად 100%-ით. არ ვიცი რისთვის გამოიყენებოდა ეს ოთახი, მაგრამ აქ არის საოცარი ავეჯი, რომელიც აქამდე არსად მინახავს. აი ეს შუაში ეს სკამი თუ შეიძლება დავარქვათ, ან სკამი ბანკეტი, ეს მრგვალი სკამი უბრალოდ საოცარია. მთლიანად ნაჭრით დაფარულია. დამგვარი სკამის ზევნაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ პირველად ხედავ ასეთ რამეს. ვაუ, რა საოცარი ნივთია. მთლიანად მოოქროვილია, როგორც ხედავთ, და მთლიანად ნაჭრით დაფარულია. არ ვიცი აქ რა იქნებოდა, იქნებ ქანდაკებებს აჩვენებდნენ ან რამე მსგავს. არანაირი წარმოდგენა არ მოქვს. სარკე გვერდით ამ კარადაზე. კარგი, აქ რამდენიმე უძრა, ზე დამოჭრილი ორნამენტებით. და ესეც ისევ ერთ-ერთი იმ პორტუგალიური სკამებიდანაა, რომელშიც დასაჯდომი ნაწილი ჩაშენებულია. როგორც სხვადასხვა ინდივიდუალური დასაჯდომი ნაწილები, მაგრამ ასევე აქვს დიდი დიუნის დასაჯდომი ნაწილი შუაში. ეს ნივთები ანტიკვარულ ბაზარზე ძალიან ძვირად გაიყიდებოდა და აქ ამ სასახლეში უბრალოდ ელპება, რადგან მისი მფლობელები ალბათ ზედმეტად მდიდრები არიან. ესეც საოცარია, აქაც ნახატებია და ისევ შეგვიძლია ვნახოთ მათი ცხენოსნობის ისტორიის დაბრუნება. ამ ფანჯარაზე ცხენია დახატული და ამ სარკეშიც. რა საოცარი ნივთი, ამაზეც იგივე მხარეა. თუ გახსნი, შიგნით სახე და გეგმა ჩანს. კარგი, დავხუროთ ეს და კიდევ ერთხელ შეგახედებთ ამ ოთახს. სანამავალ ზევით და საძინებლებსა და ციხესიმაგრის სხვა ნაწილებს გაჩვენებთ. ეხლა ვიდეთ ზედა სართულზე და გაჩვენებთ ამ ციხესიმაგრის ზედა ნაწილს. კიბეზე ავალ ზედა სართულზე, ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით.
გვერდებზე გამოფენის კარადები აქვთ განთავსებული. სადაც ისინი გამოიფენებდნენ. ალბათ შიგნით თავიანთ თასებს ან ძალიან ძვირად ღირებულ ნივთებს გამოფენდნენ. ვაუ, შეხედეთ ამ დიდებულ ჭახს, რომელიც დერეფნის შუაშია ჩამოკიდებული. ჭერის დიზაინიც ძალიან უნაკოა. მოდით თქვენ ჩავხედოთ. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭახია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეხლა ავდივართ ზემოთ დერეფანში, სადაც სარკის ფანჯრის წინ ეს მწვანე ბალიშებიანი სკამი ედგათ. ჯერ შეგვიძლია ამ სასახლის ამ მხარეს წავიდეთ. დააკვირდით ამ კარს. ეს იღება. რომ გამოაჩინოს საიდუმლო ოთახი, არ ვიცი, კარგი, ეს უბრალოდ საიდუმლო ოთახია კარის უკან. აქ კიდევ ერთი კიბეა, რომელიც ალბათ მესამე სართულზე მიდის. კარგი, ამას მერე აუყვებით, მაგრამ ჯერ ამ ოთახს შევიდეთ. ღმერთო ჩემო, შევიდივართ სასახლის ბიუროში, სადაც საქმე ვიტარდებოდა. ნახეთ, აქ სასახლის ფლობელი იჯდა, საუბრობდა ცხენებზე, დებდა გარიგებებს და ასეთ რაღაცებს აკეთებდა. ძალიან მომწონს ეს მუხის ბიურო, რომელიც აქ წინ გვაქვს. წინ ბევრი უჯრაა, მაგრამ ესენი არც კი არის უჯრები. უჯრები ვით გამოიყურება, მაგრამ არ არის. და მაგიდაზე გვაქვს ეს მარმარილოს საათი სპილენძის ციფერბლატით, რომელიც დროს ითვლის. მაგრამ მას შემდეგ გაჩერდა. შეხედე ამ ნაჭერს. განა არ არის საოცარი. უნდა ხირდეს 1000-ობით ევრო. უბრალოდ აქ არის მიტოვებული და დავიწყებული. კანით გაწყობილი სავარძელი მაგიდის უკან. შემდეგ გვაქვს კიდევ ერთი ესეთი რეჟისორის სკამი, მაგრამ ეს კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მას ორი აქვს. გონი ეს ლომებია ხელის დასადებებზე. დიზაინი მასზე. ძალიან უნიკალური ოთახია. და ესენი გავს აზიურ, ჩინურ, ან თუნდაც იაპონურ ანტიკურ კარადებს, რომლებიც აქ ჩვენს წინ გვაქვს. გამწვანებული მინდვრები. სადღაც აზიის კონტინენტზე. აჩვენებს ჩვეულებრივ მუშათა კლასის ხალხს, რომლებიც მინდვრებში მუშაობენ. შემდეგ გვაქვს ეს კაბინეტი. ცივი დაფარვა სახეებზე ორივე მხარეს. და უკანასკნელი ვახშამი მის ზემოთ. რა ოთახია, ყველანი, რა ოთახია სანახავად. ძალიან მოუთმელად ველი ამ სასახლეში ხედიალს და იმის ნახვას რას ვიპოვით. გონი ახლა ერთ-ერთ კოშკზე ვდგავართ, რომელიც გარედან ჩანს. უბრალოდ ვაპირებ. უბრალოდ ვიხეტიალებ და ვნახავ, სად აღმოჩნდები, როცა ამ სასახლეში გავივლი. კარგი, როგორც ჩანს, ეს ოდესრად საძინებელი იყო და გარეთ ძალიან ძლიერად ცვიმს. ხედავთ უკანა ფონზე დღეა. საიდანაც შემოვედით. ამ კიბეს ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდები. ძალიან სამწუხაროა ამ სასახლის ესეთი დანგრევა. სახურავი და ჭერი უბრალოდ ცვივა, მალე აქ აღარაფერი დარჩება.
წავიდეთ ერეფნის ამხარეს, ვნახოთ რა დარჩა აქ. მგონი ახლა საძინებლის ტერიტორიაში შევდივართ. არა, მე სულ ფიქრობ ასე. საძინებლებში შევდივარ, მაგრამ არა. უბრალოდ ფანჯარა ღია დატოვეს. ეს არის რაღაც დასასვენებელი სივრცე, ძალიან უნიკალური ვიქტორიანული სკამით. სრულიად აპჰოლსტრიტი აქ შუაში. მის უკან ბუხარია. მაგრამ ისევ იგივე გერბებია, რაც ქვედა სართულზე მისარებ ოთახში ვნახეთ, აქაც ჩართული აულია. ამ ოთახში უკვე ობი ჩნდება და ძალიან მომწონს ეს კარადა, რომელიც აქ უკან დგას. აქ რაღაც ბადია, როგორც ხედავთ, ქათმის ბადეს გავს. აქ არაფერია, როგორც ჩანს. ყველა მოგონება ამ ადგილიდან წაღებულია და მხოლოდ ავეჯია დარჩენილი. ჩვეულებრივ, როცა მიტოვებულ ადგილებს ვიკვლევთ, იქ მცხოვრები ადამიანების ყველა მოგონება უბრალოდ მიტოვებულია და ეს ძალიან სამწუხაროა სანახავად, მაგრამ აქ ყველაფერი წაიღეს და მხოლოდ ავეჯი დატოვეს. წავიდეთ უფრო შორს. კიდევ ერთი დასაჯდომი ადგილი ყველასთვის და აქ გვერდით გვაქვს ტუალეტის მაგიდა. კიდევ ერთხელ ეს ყველაზე მეტად აზიური, იაპონური ან ჩინური დიზაინი აქვს. ამ სასახლეში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი ანტიკვარიატია. მინდა ყველაფერი გაჩვენოთ. დეტალურად, რადგან ვიცი, რომ ყველა, ვინც ამ არხს უყურებს, უყვარს ამ ანტიკვარიატების ნახვა. ან ეს, რომელიც ადრე სხვა ციხესიმაგრეში ვნახე, აქ ზემოთ დავამატებ მუს. და ეს სინამდვილეში ზუსტად იგივე სკამია, ზუსტად იგივე გადაკრული ქსოვილი აქვს, როგორც იმ ციხესიმაგრეში ნაპოვნ სკამს. დიახ, ყველას გეუბნებით, მე ბევრ მიტოვებულ ციხესიმაგრეს ვიკვლევ, ასე რომ თუ ახალი ხართ ამ არხზე, გამოიწერეთ ქვემოთ, თუ მოგწონთ ის კონტენტი, რასაც ვქნი. ეს ძალიან სამწუხაროა. აქ სკამზე მკვდარი მტრედი დევს. და დიდი ხნის წინ არ მომკვდარა მართლა უტკებები. ამ ადგილას ხეტიალი და იმის ნახვა რა დარჩა აქ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა კვლევისას. უბრალოდ დავდივარ და ვუყურებ, სად აღმოჩნდები. ეს სკამი, როგორც ჩანს, სრულიად დამდროულია ამდენი დროის შემდეგ. უბრალოდ იშლება. აქ ადრე ჭადრაკის სალონი იყო, ეხლა კი აღარ არის, რა თქმა უნდა. შემდეგ ამ კარიდან გავდივართ. შემდეგ უფრო შიგნით, სასახლეში. აქ კიდევ ერთი მწვანე სკამია. მაინტერესებს, რისთვის არის ეს ოთახები? რისთვის გამოიყენება და ვხედავ საწოლის ჩარჩოს. იქ უკან, ესე რომ ალბათ საძინებელს შევდივართ. დიახ, ასეა, შეხედეთ ამას. სამწუხაროდ ის აღარ არის გასწორებული, მატრასი აღარ არის, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი საწოლის ჩარჩოა დარჩენილი. სულედ იგივე სტილშია, როგორც ტუმბოები, საწოლის ჩარჩო ზემოთ და ტუალეტის მაგიდა მის გვერდით. შეხედეთ ამ ყველაფერს. მერე იქ კუთხეში კარადა გვაქვს და თვალის კუთხით შევამჩნიე, რომ რაღაც გასასვლელია ღია აგურით. მის გვერდით სანტექნიკა, რომელიც სადღაც მიგვიყვანს. კარგი.
კარგი და ამ პატარა დერეფანშიო გავივლით ისევ ამ ოთახში ბრუნდებით და მგონი აქ კიდევ ერთი გვაქვს, არა. No. ეს უბრალოდ იმ ბოლოსა არა, ეს საოცალი, რომ უბრალოდ იქედან ამ ოთახში შეგვეძლო გავლა. მგონი აქ ადრე საწოლი იდგა, იმიტომ რომ ძველად საწოლის დასადმელი ადგილი ჩანს. კარგი, ყველას კი ისევ დერეფანში ვართ, ასე რომ So. აქ სველი წერტილია, აქაც ყველაფერი საკმაოდ ახალი ჩანს. საოცარი აბაზანა, შხაპის თავი ჯერ კიდევ ადგილზეა. აქ გვერდით გვაქვს თავად შხაპი და ეს გადაგვიყვანს კიდევ ერთ საძინებელში. ეს ძალიან საყვარელია. აქ ბავშვის საძინებელს გავს, რადგან კედელზე ჩანს მიკი მაუსისა და დონალდ დაკის ნახატები. ეს საწოლი აქ, ეს საწოლის ჩარჩოც ძალიან პატარაა. ესეც მიანიშნებს იმაზე, რასაც ვხედავთ. შეხედეთ ამ ოთახს, დაშლა უბრალოდ წარმოუდგენელია. Everything. იატაკზე ჩამოვარდილა. არ მჯერა მართლა მოუთმენლად რომ ვიდეოში მოგვიანებით კოშკები შევისწავლო. მე იქავალ და ალბათ იქიდანაც გადავიხედავ. ხადავიხედავ, ხეცაც დავათვალიერებ. აქ გვაქვს ეს იყო ტუალეტი, არ გაჩვენებთ. იმას. აქ კიდევ ერთი ლურჯი საძინებელი გვაქვს, საბედნიეროდ საწოლის ჩარჩო აღარ დარჩენილა. კუთხე. ავეჯის ნიუთი, კიდევ ერთი სველი წერტილი. აქ იმდენი ადამიანი იცხოვრებდა, უბრალოდ მიყვარს ეს შეზლონგი, რაც აქ წინ გვაქვს, ჩვენ წინ. შეხედე რა დეტალურადაა დიზაინი შესრულებული მასზე. კიდევ ბალიშებიც კი დარჩენილია იქ. აქ გვერდით სარკიანი ტუალეტის მაგიდაა. Flower. Presenting it. გონი კიდევ ერთი სველი წერტილი გვაქვს აქ, დიახასიან. და მივიდივართ ამ სასახლის ამ მხარის ბოლო ოთახში. სანამ ავალთა დავათვალიერებთ ამ ადგილის ზედა სართულებს და ასევე ამ ოთახის ბუხარს. როცა ამ ფანჯრიდან იყურები, შეგიძლია დაინახოს სასახლის გარე მხარე კოშკებით და ყველაფრით. და საოცარი ხედი გვაქვს აქედან. უბრალოდ გასაოცარი არა? კავი, დაუბრუნდი იმ კიბესთან, რომელიც პირველად ნახეთ, მაგრამ ეხლა ავალთ მასზე და ვნახავთ რა არის ზედა სართულზე. Wow. მისი დიზაინი კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო. არბი, ამ ადგილის მესამე სართულზე ავდივართ და ვხედავ კიდევ ერთი სართულია, რომელიც ალბათ კოშკშია. კარი მგონი ჯერ ამას გავაკეთებ. მოდი ჯერ კოშკში ავიდეთ. სანამ დერეფნებში ვიბოდიალებთ, ავიდეთ იმ ბოლო კიბეზე. შპალერი მთლიანად აზრალია. ატიპის ოთახში შევდივართ აქ, მაგრამ ეს კოშკი არ არის თუ არის. აქ რაღაც რელიგიური გამოსახულებაა დატოვებული. იესო თავის გულზე მიუთითებს. ვაუ.
შეხედე ამას. რატომ აქვს ამ ოთახში რელიგიური გამოსახულება? არ ვიცი, ახლა ისე მესამე სართულზე ვარ და ვნახოთ რა გვაქვს აქ. ისე ბევრი ოთახია. შიგნით ლამაზი ავეჯია. იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ჩინური ხელოვნების ნიმუშები, რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი მთელ ამ ადგილასაა გაფანტული. და მგონია რომ ეს აბაზანა აქ, ეს შხაპი, სინამდვილეში ის კოშკია, რომელიც გარედან ვნახეთ. აუცილებლად ასეა. ეხლა პირდაპირ შხაპში ვდგავართ. ეს კოშკია. როგორია ეს? მე შევქმენი ამ ადგილის ხიბლი კოშკში. წყალი ისევ მოდის. გესმის, მაგრამ უკვე აღარ აქვს ცნება, ხო? შენ კოშკში იბანავებდი, როგორც მე ვითხოვდი ახლა. და ტუალეტი აქ უკან არის. გამოჩენილი აგურებიც ძალიან ლამაზია. ჩვენ კიდევ ერთი გვაქვს მიხოული კიბე, რომელიც აქ ზევით მიდის. მოდით ისიც დავათვალიეროთ. შეიძლება ეს კიბე კოშკში ან რამე მსგავსში მიგვიყვანს. ვინ იცის? სხვა სართულზე ავდივართ. ამ ადგილას იმდენი კიბეა, ყველგან მიდის. კიდევ ერთი კიბე. კარგი. ეხლა ალბათ კოშკში ან ამ მსგავსში შევდივართ. ვაუ, კი, ნამდვილად ამ ადგილის ყველაზე მაღალ კოშკში ვდგავართ ახლა. დაგწვი იმას საშინლად მძვინვარებს. მერტო ჩემო. ბოდიში გიხდით ქარისმაურისთვის, მაგრამ აქ შეგიძლიათ ნახოთ ციხესიმაგრის გარეთა მხარე. ვაუ. და დღე, რომელიც მის უკან არის. სულეთ გასაოცარია. ეხლა გადავიდეთ ამ ციხესიმაგრის ბოლო სართულზე. შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ ცდილობენ შუა საუკუნეების სტილის აღდგენას ამ ფარნებით, რომლებიც შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებში იქნებოდა. აქ აღარაფერია დარჩენილი. ჩვეულებრივ ყოველთვის პოულობ ხოლმე ფლედებს და ამათ. ჩემოდნები. ეს სკივრები, ბოდიში და შემდეგ საწოლის გვერდით ამ ოთახში გაქვთ საოცარი ტუმბოები, თლიანად შერებილი მარმარილოს ზედაპირით. აქ გვერდით არის კონტენტის მაგიდა. ისი ძალიან საოცარია. კიდევ ერთი მშვენიერი სააბაზანო. მოდით ვნახოთ. მოდით თითქოს მივედით ამ ადგილის ბოლომდე. ეს იყო ძალიან დიდი სასახლე, მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს ოთახებში არ იყო შემორჩენილი იმ ადამიანების მოგონებები, ვინც აქ ცხოვრობდა. აქ გვერდით სარკე და ტუალეტის მაგიდაა. თითქოს ასე ჩანს, თითქოს. ეს ადგილი მოგვიანებით როგორც სასტუმრო, ისე გამოუყენებიათ. და მგონია, რომ ამაში მართალი ვარ, რადგან აქ იმდენი სველი წერტილია, რომ წარმოუდგენელია ამის დაჯერება. ეს ოთახი საკმაოდ საინტერესოა, მარფა ვაუ. მთელი იატაკი აქ უბრალოდ გატეხილია. და ესეც ადრე საძინებელი იყო აქ. გატეხილი ვანიტი გვერდით, ძალიან სამწუხაროა. მტრედი ახლახან გაფრინდა აქედან. აქ ისევ გვაქვს ფანჯარა, რომელიც ეზოს გადახურებს. ადგილი.
და ეს ისევ ქვემოთ გვაბრუნებს. კარგით ყველას, ეს იყო სასახლე. ეხლა გარეთ გავალთ, ცოტას გარეთაც გაჩვენებთ. კარგი აირეთ ჩემი GoPro, გეთაყვა. აი ესე, ვაუ, სარდაფიდან სასახლეში. წავიდეთ, კარგად მოვაწყოთ ყველაფერი. წავიდეთ, კარგი, დიდი მადლობა. სასახლეს საცურაო აუზიც კი ჰქონდა, რომელიც ეხლა მთლიანად გამწვანებულია. შეხედე ამას. მინდა კიდევ ერთი ფოტო გადავიღო სასახლის წინა მხრიდან, ასე რომ ეხლავე მივდივარ იქ. გავი ყველას წარმატებას მივახციეთ. ეხლა ტყეში გავდივართ მანქანისკენ, მაგრამ ვაუ, რა თავგადასავალი იყო, რა სასახლე. ესეთი რამ არასდროს მინახავს. მართლა იმედი მაქვს თქვენს მოგეწონებათ ეს და სიამოვნებით უყურეთ ამ ვიდეოს. თუ ასეა გთხოვთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი ქვემოთ, თუ ახალი ხართ არხზე და დამეწერეთ კარგი კომენტარი. რას ფიქრობთ ამ საოცარ ადგილზე? ამას რომ დავამატებ, აღწერაში არის მული Patreon-ზე. თუ გსურთ, რომ კიდევ ბევრ ასეთ ადგილს ვეძვიო მსოფლიოში, გთხოვთ განეხილოთ მცირე შემოწირულობის გაკეთება ამ არხის დასახმარებლად. ასე რომ ყველაფერი მზადაა. მომავალ კვირას კიდევ ერთ ეპიკურ თავგადასავალზე გნახავთ. ნახვამდის, ძალიან მიყვარხართ.